ბატონსვიათ მე ვფიქრობ რომ ჩვენი აპარატის ხელმძღვანელები ალბათ გაისაუბრებენ იმ ფორმატზე რომელიც ახალი რეგლამენტის მიხედვით იქნება ყველაზე შესაბამისი და მე ვფიქრობ რომ ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ ერთობლივ სამუშაო ფორმატზე მუშაობა. ბატონო, კითხვები არის კი სერგორადიანი? როდესაც საუბრობთ დღეს მნიშვნელოვანი არის მართლა და საინტერესო საუბარი არის იმასთან დაკავშირებით ჩვენ არაქართულენოვან თანამოქალაქეებზე მინდა გავუსვანოთ წლევანდელი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რომელიც დაკავშირებული იყო არაქართულენოვანების ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გადანაწილებაზე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს სტატისტიკაც იყო, რომ ერთ-ერთი გარღვევა, როდესაც მართლაც არაქართულენოვანმა მოსახლეობამ როგორც აზერბაიჯანელებმა, ისე სომხებმა დაიწყეს ქართულის, ვთქვათ, ინტენსიურად სწავლა, იყო ის პროგრამა, ჯერ ერთ სკოლებშიც გარკვეული სერიოზული ცვლილებები იყო, რეფორმები იყო, მაგრამ მთავარი გარღვევა მოხდა მაშინ, როდესაც მათ მიეცათ საშუალება ჩარიცხულიყვნენ სკოლაში. 2003 წლამდე საქართველოს უნივერსიტეტებში მაგალითად აზერბაიჯანელი სწავლობდა 3 ადამიანი. ქართულ უნივერსიტეტებში და დაახლოებით მაგდენივე სომეხი. ეხლა სადღაც 4000-მდე უნდა იყოს დაახლოებით, ჩვენ ხედავთ სტატისტიკას წარმოდგენილი არის, ყოველწლიურად საკმაოდ ბევრი 4000 არის დაახლოებით ადამიანი, ვინც სწავლობს ქართულ უნივერსიტეტებში. მაგრამ რა მოხდა წელს? წელს მოხდა ისეთი რამე, რომ როგორც აზერბაიჯანელებმა, ესე სომხებმა გადალახეს ბარიერი და ვერ მოხვდნენ უნივერსიტეტებში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ჩაწერილი, ვთქვათ, ბევრი უნივერსიტეტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ არის ესეთი ვითარება, როდესაც შენ უნდა აირჩიო ბევრი უნივერსიტეტი და მართლაც არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩამოწერო ძალიან ბევრი და შემდეგ კიდე არის შესაძლებლობა, რომ შეცვალო. მე არა ვარ ხოლმე მომხრე მაგალითად მეორადი ჩარიცხვების, თუმცა აქაც ვინმე შეიძლება კონდეს ძალიან მყარი არგუმენტი, რომ თუ არსებობს უნივერსიტეტები, რომელსაც შეუძლია მიიღონ ეს ბავშვები, რატომაც არა? თუ არსებობს ადგილი, ხო? რატო? იმიტომ რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს ახალგაზრდებმა, რაღაცა დაავიწყდათ, რატომ არ უნდა ჩაირიცხონ? მაგრამ იქ მყარი მაგალითია, რომ ეს შეიძლება ამან შეიძლება სისტემა დააზიანოს და ასე შემდეგ. წელს რა მოხდა? ანუ ხო ცხადი არის, რომ აზერბაიჯანულ და ასევე სომხურ მოსახლეობაში არ არის საკმარისი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია და ეს ინფორმაცია საკმარისი რო არ არის ბრალი სკოლების იქაური და რესურს ცენტრების. ანუ განათლების სამინისტროს აქვს პრობლემა, რომ ინფორმაცია მიიტანოს ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ვიღაცა რომ დაუჯდეს და გააკეთოს ესა და დაუთმოს ცოტა მეტი დრო ეს ხალხი ჩამოწერს იმ ბევრ სკოლას. წელს რა მოხდა? ვერ მოხვდნენ ეს ბავშვები, ითხოვდნენ უნივერსიტეტები, არსებობდა დაახლოებით 12 პროგრამა არსებობს, სადაც ესადე მოდგენ. ეს ადამიანები გამოდიოდნენ და ტრანსპარენტებით იდგნენ, ქართული გვასწავლეთ. ქართულ უნივერსიტეტებში გვინდა შესვლა და გვასწავლეთ. არსებობს ზუსტად უნივერსიტეტები, რომელსაც გზად იყვნენ მიიღოთ ეს ბავშვები და რაღაცა უცნაური ახირების, რაღაცა ბიუროკრატიული, რაღაც ჩახლართული, რაღაც არგუმენტების საფუძველზე ჩვენ თქვით, რომ არა, ამას არ გავაკეთებთ. თუ შეიძლება. და ამის შემდეგ ისინი წავიდნენ სადღაც სხვა. ამას საერთოდ რა ეს საკითხი ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი ქვემო ქართლის მაჟორიტარების დაკავშირებით არის და მინდა რომ წელს ძალიან გთხოვთ თქვენ არ ვიცი მაშინ მეგონი არიყავით მაშინ ძალიან გთხოვთ რომ ამას მიაქციოთ ყურადღება და რესურს ცენტრებს დაავალოთ რომ მიაქციონ ყურადღება და ჩააწერინეთ იმ ბავშვებს ძალიან ესა ბევრი
შესარჩევი უნივერსიტეტები. მარტივია, ხო? ბატონ სერგო, თქვენი გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოში არაქართველოვან მოსწავლეებს და სტუდენტებს მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში სამწუხაროდ ბაზისური განათლების უფლების რეალიზაციის საშუალებაც არ აქვთ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას. ეს არ არის პასუხი მაგაზე. პასუხი არ არის. ჩვენი მოქალაქეები არის. დღევანდელი ჩვენი განხილვის თემა და ეხლა ან აზერბაიჯანს ან სხვა. ჩემთვის ნიშანდობლივია თქვენი გამოსვლა აბსოლუტურად ჩანს ინტერესები. მე პასუხი მაგაზე. არა, მე თქვენს პასუხს არ გთხოვთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა საკითხს ვიხილავდით დღეს და შესაბამისად თქვენ უბრალოდ რადგან აზერბაიჯანში ქართველების განათლებაზე იყო საუბარი, თქვენ საპირისპირო საკითხი დასვით საქართველოში. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩემთვის ეს საკითხი, ქვემო ქართლში მარნეულში ვიზიტის დროსაც ზუსტად ეს თემა დაისვა. სამწუხაროდ წინა წელს ვერ მოხდა ამ საკითხის გადაჭრა, მაგრამ მე გპირდებით, რომ წელს მაქსიმალურად ვიმუშავებ, ისევე როგორც არაერთი პრობლემა უკვე გადავჭერით გამოცდების და შეფასების ცენტრთან თანამშრომლობით, რომ აღნიშნული პრობლემაც მოიხსნას. ან დამატებითი ტექნიკური დახმარება იყო შეთავაზებული აბიტურიენტებისთვის ჩაბარების და შევსების პროცესში, ან რესურს ცენტრები გაძლიერდნენ, ან მოვიფიქროთ რა შეიძლება. მაგის გაგონება მინდოდა ზუსტად, მადლობა. მადლობთ. შემდეგ თქვენ